ერთი ქართველი ადამიანი, როგორც ერთი ქართველი ექიმი. უკიდურესად ვარ შეურაცხყოფილი ბატონი ვაჟას მიმართ ასეთი დღემდე ასეთი დამოკიდებულებით. არ ვსაუბრობ იმას, რომ ვინმე გულგრილად არის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ საკუთარი უძულურებაც ძალიან მწუხნავს. რა გავაკეთო პირადად მე როგორც ერთმა ქართველმა არ ვიცი. გარდა იმისა, რომ ძალიან გაგვიცდი. აი თელს მსოფლიოს კიდევ ერთჯერ მივმართავ, რომ ეს არ არის მარტო ერთი ბატონი ვაჟას პრობლემა. ეს არის ზოგადად მთელი საქართველოს, მთელი ღირსეული ქართველი ადამიანის ყველას პრობლემა არის. და გაითვალისწინონ ეს, იმიტომ რომ ძალიან ჩვენ იმედი გვაქვს ევროსტრუქტურების იმისი, რომ უფლებების დაცვაში დაგვიდგებიან გვერდით ყველას შემთხვევაში და ძალიან ვთხოვ, როგორც მე ერთი მოქალაქე, ერთი ექიმი, რომ აი ბატონი ვაჟას შემთხვევაში არაფერს არ ვთხოვდეთ. დაუდგეს ბატონ ვაჟას გვერდით და ჩვენ ღირსება აყრილები დაუბრუნდეთ ისევ აი იმ მდგომარეობას, რაც ქართველ კაცს უყვარს. ღირსეული ცხოვრება, ღირსეულ ქვეყანაში, რომელიც დღეს არ გვაქვს. მადლობა. რა სიტყვით მე ვთქვა, რომ ეს ადამიანი იმდენად ღირსეული, პროფესიონალი, წესიერი, ვაჟკაცი წარმოვიდგინეთ იმ სიტუაციაში, რომ ადამიანი ქართულად ლაპარაკობს და მისი ქვეყნის საზღვრებზე ლაპარაკობს, როგორც ერთიან საქართველოს აღიარებს და ლაპარაკობს ამაზე. ალბათ სხვანაირი რო ყოფილიყო, უფრო დაუშვებდნენ და გამოუშვებდნენ და აპატიებდნენ ალბათ ის საზღვრის გადააკვეთას, რაც მისი ბრალი არ არის. ექიმები საზღვრების გარეშე მუშაობენ და ასე უნდა იყოს ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, ნებისმიერი საზღვრის გადალახვა უნდა შეეძლოს ადამიანს და ექიმს დაიცვას დაეხმაროს პაციენტს. მე კიდე მინდა ვთქვა, რომ აი კეკელიძეს ეწერა მწერალი კეკელიძე ძალიან კარგი პოსტია. როგორ გძინავს ჩვენ, ან როგორ მოვიქცეოდეთ იმ სიტუაციაში მართლა არ ვიცი, ასეთი წნეხის ქვეშ. ჩვენ სავარძლებში ტელევიზორებთან თბილად ესე კარგად ვართ და ღირსეული ადამიანია ესეთ დღეშია, სადაც როგორი ზეწოლას განიცდის. თუმცა მას არ გადაუკვეთავს საზღვარი, მან გადაკვეთა ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია. ეს არის მისი ბრჭყალებში რო თქვა შეცდომა, რომ ამას არ აღიარებს. ასე რომ კიდევ ერთხელ გამოვხატავ, ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას და მოვითხოვთ ჩვენი სტრუქტურებიდან, ჩვენი მთავრობიდან, ჩვენი პარლამენტიდან, რომ უფრო აქტიურად იმოქმედოთ. დარწმუნებული ვარ, ამ ერთი ადამიანის გამოხსნა, მათ რომ უნდოდეთ, შეძლებდნენ. რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების წარმომადგენელმა ერთ-ერთმა საკრებულოს წევრმა ვაჟა გაფრინდაშვილდაძე მის ოჯახზე თქვა, რომ ესენი არიან ან სულელები, ან პროვოკატორები. ეს არის სამარცხვინო და ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ ადამიანს აიძულებდნენ, რომ წასულიყო პარლამენტიდან. ეს დღეს გავიგეთ, სირცხვილია. გაცრავად ერთს დავამატებ. პათოსში ბატონ ვაჟას აბსოლუტურად ვეთანხმები და უბრალოდ ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რომ მე არ მეძლევა საშუალება, რომ მის გვერდით ვიჯდე თუნდაც მის გვერდით. სიამოვნებით, სიხარული და სიყვარული მის გვერდით დავჯდები. პათოსში აბსოლუტურად ვეთანხმები. მადლობა. ბატონო ზვიად, დღეს თქვენ აქ აპროტესტებთ ექიმებზე ძალადობას და როგორ განიხილავთ ვაჟა გაფრინდაშვილის თემას? არის თუ არა ესეც ექიმზე ერთგვარი ძალადობის ფაქტი? მართალი აქ სხვა ტიპის საქმე განიხილება და სხვა ტიპის შემთხვევის გამო არიან შეკრებილები ექიმები, მაგრამ პროფესიულად თქვენთან არის ეს საქმე კავშირში. რა სიტყვით ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ? რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ესეც არის ძალადობა, ნამდვილად ეს ძალადობაზე ცოტათი მეტია, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის დაკავებული იძულებით საკუთარი ნების წინააღმდეგ და ვთვლი, რომ ის ამდენ ხანს იქ არ უნდა დაყოვნებულიყო და ამაში რა თქმა უნდა ამისათვის საჭიროა უფრო მეტი აქტივობა ალბათ საზოგადოების მხრიდანაც და რა თქმა უნდა შესაბამისი სტრუქტურებიდან უფრო მეტად, იმიტომ რომ როგორც ჩანს საზოგადოების აზრის გათვალისწინება ცოტათი ჭირს ჯერჯერობით სამწუხაროდ. თქვენი აზრით ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტულად ამ შემთხვევაზე? ამ შემთხვევაში ექიმის დაცულობაზე, მის უსაფრთხოებაზე, მის სწრაფად გამოხსნაზე? ამ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილთან და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უკვე სახელმწიფო არის პასუხისმგებელი. მხოლოდ სახელმწიფო.
თქვენ რას ელით ამ საქმისგან? რა მოლოდინები გაქვთ ექიმებს ზოგადად, როგორ უყურებთ? მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ალბათ გაუშვებენ, იმიტომ რომ ეს კაცი ამ კაცის ამ ჩვენი კოლეგის საქციელი არის მიმართული იყო ადამიანის სიცოცხლის ხელშეწყობისათვის, ხარისხის გაუმჯობესებისათვის და გადასარჩენად. შესაბამისად, ამას არა აქვს პოლიტიკური სარჩული, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ის როულად უნდა იქნას გათავისუფლებული. ის ჩავიდა დასახმარებლად. დიდი მადლობა. ეს იყო ზვიად ბახტაძე, კლინიკა მედცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ კლინიკა მედცენტრთან შეკრებილი ბათუმელი ექიმები ექიმებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ. საქმე ეხება 12 დეკემბერს გარდაცვლილი პაციენტის შვილის მხრიდან საავადმყოფოში დანით შეჭრის ფაქტს. დანით ეს ადამიანი შეჭრა ზვიად ბახტაძესთან რეანიმაციაში და ის მედცენტრის დაცვამ გამოიყვანა. თუმცა ექიმებმა ახსენეს ვაჟა გაფრინდაშვილის თემაც, მათ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეც ექიმზე ძალადობის ფაქტად განიხილეს და პროტესტი გამოთქვეს სახელმწიფოს უმოქმედობის გამო და ზვიად ბახტაძემ თქვა, რომ პირდაპირ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში აქვს სახელმწიფოს. დიახ, გისმენთ ბატონო ზვიად. არა, ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო თავის ექიმებს. ბატონი ვაჟას, ბატონი ზვიადის შემთხვევა იდენტურია, არანაირი განსხვავება არ არის. აქ რღვა წესრიგი ექიმთან მემართებაში აბსოლუტურად განუკითხაობა. რა უფლებით ავიწოვებენ ექიმს, როცა არანაირი დანაშაული მას არ მიუწევს. თუ დათვლინა დანაშაული იყოს, სად არის სახელმწიფო როგორ ლინჩის წესია, ქუჩაში უნდა ვარკვიოთ საქმეები, იგივეა ბატონ ვაჟასთან მიმართებით. ექიმი, რომელიც წავიდა პაციენტის დასახმარებლად, ის ხო თოფით არ გადასულა. სად არის სახელმწიფოს ქმედება? და ეს არის ანარქია არის რა. და განსაკუთრებით ეს გასაოცარია, როდესაც სახელმწიფო არიცავს ექიმს, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს ისედაც. ახლა ბატონის ზვიადის შემთხვევაში რა ხდება? აუცილებლად ფელი ექიმები. ეს პირველი შემთხვევა ჩვენ ამას ესე არ დავტოვება, იქნება პერმანენტულად იქნება ეს, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელია ბატონის ზვიადთან მიმართებაში არის ხულიგნური საქციელი, რომელსაც ხულიგნურ საქციელს ფორმალურად თავრობა. პირდაპირ მოუწოდებ რა ამ თავრობას, რომელიც აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს. დანაშაულს ჩადის, დანაშაულს. ახლა პოლიტიკურ ცვლილებში არ უნდა ყურებ. იქ საერთოდ განუკითხაობაა. არა, პოლიტიკური უბრალოდ ჩვენ მოვიტყოთ ჩვენი უფლებების, როგორც ნებისმიერი მოქალაქე არის, ისევ ჩვენც, რომ ჩვენი უფლებები და ჩვენი სიცოცხლე იყოს დაცული. всё, მე მეტი არაფერი არა. და ეს კანონის ფარგლებში. თუ მე დამნაშავე ვარ, მე მცნონ დამნაშავედ იმითი დონით, სადაც მე უნდა ვიყო. თუ არა ვარ დამნაშავე, ვინც არის დამნაშავე, ის დასაქმება. შესაბამისად, როგორც პირველი თავდასხმა ჩემზე, როდესაც ხალხი დამნაშავე იძახის, რომ მოახდინა ზემოქმედება ჩემზე ფიზიკური და ამას აღიარებს, მაგრამ რომ ეკითხებიან, რატომ არ ამბობს? ეკითხებით, ეს რას ნიშნავს? ეს დაკვეთილია, დაცინვაა. დაცინვაა, აღიარებს, რომ მე ვცემე ექიმი. მე რა? ლინჩის წესით მიდის. 6 თვის წინ და ესენი ქუჩაში დადიან კიდევ ის ადამიანი. ან ნაკავებული არ არის ეს ადამიანი. ჩვენ მაშინ მოვითმინეთ, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ღირსეული საზოგადოება მივანდეთ შესაბამის ორგანოებს ამ საქმის ძიებაც და გარკვევაც და გადაწყვეტაც. მაგრამ გავიდა 6 თვე, მეორედ დამესხნენ თავს. პირველი საქმე არ არის დამთავრებული. აგერ მეორე საქმე, რომელსაც ასევე ის კაცი ახლა დანით სიცოცხლის ხელყოფის მცდელობით. ამას კანონი რა თუნდა რომ ის კაცი ახლა არ უნდა იყოს ქუჩაში. ვინც არ უნდა ის იყოს, რა სტატუსითაც არ უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს ახლა ქუჩაში. ის აბარა ჩვენ თანაბრობა და კანონი. თქვენ იცით მისი რაიმე სტატუსის შესახებ? არაფერი არ ვიცი. ვინც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს? სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა კანონით ისჯება. სიცოცხლეზე მეტი ღირებული ადამიანს არაფერი არ აქვს. დიდი მადლობა. თქვენი სახელი და გვარი რომ გითხრათ და პოზიცია. მე გახლავთ ექიმი ლევან გოგუაძე. დიდი მადლობა.
ვამთავრეთ ჩართვას კლინიკა მეცენტრის ტერიტორიიდან ექიმებმა, რომლებიც მეცენტრთან იყვნენ შეკრებილები და აპროტესტებდნენ ექიმებზე ზეწოლის ფაქტს, 12 დეკემბრის ფაქტს, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეც ახსენეს და ყველა მათგანი მიიჩნევს ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტები, რომ ეს საქმეც არის ექიმზე ძალადობის ფაქტი და ამ ფაქტსაც აპროტესტებენ პარალელურად ისინი. მადლობა რომ გვიყურებდით, ნახვამდის.